პირველ რიგში მე გამოვყოფდი თქვენი შეკითხვის ფორმულირებიდან ორ საგულისხმო სიტყვას, რომლიდანაც ერთი შეესაბამება სინამდვილეს, მეორე არის მცდარი ინტერპრეტაცია, რომელიც ორი დღეა ვრცელდება. ხედვა ახსენეთ თქვენ და დიახ, ეს გახლავთ ჩვენი პარტიის პოლიტიკური ორგანიზაციის ხედვა, პოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის თუ გნებავთ დოქტრინა და მეორე სიტყვა საგულისხმო არის, რომელიც ხშირად გამოიყენება ხოლმე, არის თითქოს ეს იყო შეთავაზება, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს, ჩვენ არ შეგვითავაზებია მით უმეტეს ქართული ოცნებისთვის ახლა კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა და ასე სამწუხაროდ გავრცელდა მოგეხსენებათ თქვენ როგორ ვრცელდება დღევანდელ დღეს ინფორმაცია და როგორ იქმნის ბევრი ადამიანი კონკრეტულ საკითხზე წარმოდგენას ისე რომ თვითონ დოკუმენტის ტექსტიც არ წაუკითხავთ ხოლმე სხვადასხვა მედია საშუალებაში სხვადასხვა სათაურით გავრცელდა თითქოს ქართულ ოცნებას რაღაც ჩვენ შევთავაზეთ, რაღაც ლამის ბიძინა ივანიშვილს წერილი გაუგზავნეთ, ეს ასე უბრალოდ არ არის. მაგრამ დიალოგის განახლების საჭიროებას ნამდვილად ხედავთ, ხო? დიალოგის განახლების საჭიროება და პასუხისმგებლობის აღება, როგორც პასუხისმგებლობის წილის აღება ჩვენი პოლიტიკური პარტიისგან, ეს არის სწორედ ჩვენი პოზიციის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს თავისი ელექტორალური წონა, რომელსაც აქვს თავისი წვლილი ამ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში და მის ხვალინდელი დღის ფორმირებაში აუცილებლად უნდა ჰქონდეს ასეთ ფუნდამენტურ საკითხზე თავისი პოზიცია, რათა საზოგადოებას დაანახოს თუ როგორ ხედავს ის გამოსავალს, მით უმეტეს, როდესაც საუბარი არის სწორედ გამოსავალზე ურთულესი მდგომარეობიდან, პოლიტიკური, სამართლებრივი კრიზისიდან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის თითქმის უკვე 2 წელია, გულისხმობ 2024 წლის მიტაცებული და გაყალბებული არჩევნების შემდეგ, თორემ მანამდეც რუსული კანონიდან მოყოლებული რეჟიმმა შექმნა ამ ქვეყანაში კრიზისის ნიადაგი. და ახლა დამატებითი გარემოებები ის გარემოება კერძოდ რომ ქვეყანა არის თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ეპიცენტრში, სოფლიოს ცხელ წერტილში, უკრაინაში ჩვენი ძმები და დები მეხუთე წელია უკვე იბრძვიან და აგერ საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში სამხრეთშიც ირანშიც არის ცხელის წერტილი, შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს სტატუს კვო, რადიკალურად შეიცვალოს არსებული მდგომარეობა და საქართველოს ახალი გამოწვევები უჩნდება. ამ გამოწვევების გათვალისწინებით იმ ბეწვის ხიდზე სიარულის პერიოდში, რომელიც უწევს ახლა ჩვენს ქვეყანას, შეიძლება ისეთი ნაბიჯი გადადგას ამ სახელმწიფომ, რომელსაც სამწუხაროდ დღეს ქართული ოცნება მართავს, რომ გამოუსწორებელი შედეგი დადგეს ჩვენი მოსახლეობისთვის და ჩვენი ხვალინდელი დღისთვის. ლელო ხედავს დიალოგის აუცილებლობას და უშუალოდ თქვენი პარტია ლელო ძლიერის საქართველოსთვის მზად არის ქართულ ოცნებასთან ამ დიალოგის მაგიდას მიუჯდეთ. თუმცა, ეხლა თქვენ იცით რა არის თვითონ ქართული ოცნების პოზიცია, მართველი პარტია ერთგვარ წინაპირობა დაყენებს იმას, რომ თუ დიალოგი გინდათ, მაშინ ჯერ მართველი პარტიის ლეგიტიმურობა უნდა აღიაროთ და სხვა შორის ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო და ლოგიკურ კითხვას გისვამენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, აპირებს თუ არა ლელო აღიაროს ირაკლი კობახიძის როგორც პრემიერ-მინისტრის ლეგიტიმურობა, ისე როგორც აღიაროს მთლიანად ქართული ოცნება ლეგიტიმურ სახელმწიფო პარტიად. აი, მათ მიერ დასმულ ამ კითხვაზე რას უპასუხებთ? სრულიად გაუგებარი არის, რატომ გაჩნდა ამ კითხვის დასმის საჭიროება. ამაზე არის ძალიან მარტივი, მკაფიო პასუხი. ლელოს არ გადაუხვევია თავისი პოზიციებიდან 2024 წელს დავარქვით ამ არჩევნებს მიტაცებული, გაყალბებული არჩევნები, გამოვიყენეთ ყველა გზა იმისთვის, სამართლებრივი, შიდა ეროვნული სამართლებრივი გზები, რომ მიგვეღწია შედეგისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ნდობა არც მაშინ გქონია სასამართლო სისტემისა, არალეგიტიმურ პარლამენტად ვაღიარეთ, არ შევედით ამ პარლამენტში, დავტოვეთ მანდატები და მას მერე ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. ქართული ოცნება არის რეჟიმი, წერტილი. ამას ჩვენ განცხადებაშიც ვამბობთ და კიდევ ერთხელ ვამბობ. სამწუხაროდ შეიმჩნეოდა ისეთი ტენდენცია, რომ კოლეგა ოპოზიციონერების მხრიდან რაღაცა იერიშებს ჰქონდა ადგილი, მაშინ, როდესაც ან კარგად უნდა წაეკითხათ ტექსტი, ან ვინც წაიკითხა ესეთი დასკვნა. ნამდვილად არ უნდა გამოეტანათ იმიტომ, რომ პირდაპირ განცხადების ტექსტში არის
24 წლის არჩევნებზეც, მის გაყალბებაზეც, რეჟიმზეც საუბარი და ასე შემდეგ. ეს ერთი და მეორე ჩვენ რაიმე ახალი მოვითხოვეთ იმისგან განსხვავებული, რასაც საზოგადოება ითხოვს წელიწად ნახევარზე მეტია. ეს არის ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. ვინმე სხვას ითხოვდა. მე მესმის რომ რაღაც ჯგუფები გაჩნდნენ, თუნდაც 4 ოქტომბერს რაღაცა მოდიფიცირება მოხდა ამ მოთხოვნებისა, მაგრამ საზოგადოება ითხოვს ამას, როგორც კრიზისის გადაჭრის გზას და ბუნებრივია პოლიტპარტიების გათავისუფლება, სადაც ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვიწერია რომ ეს უნდა მოხდეს პარალელურად, ოღონდ ამასაც ბრალად გვდებდნენ, რომ თითქოს ჩვენ ვაჭრობდით პოლიტპარტიების ბედით, კიდევ ერთხელ მკაფიოდ განუმარტავ. პოლიტპარტიების ბედით არავინ არ ვაჭრობს, არც ივაჭრებს და ვერავინ გაბედავს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არის შეგნებული პოზიცია თვითონ ამ ადამიანების და აქაც უნდა დავსვათ ჩემი აზრით წერტილი. პოლიტპარტიების გათავისუფლება არ არის რაღაცა საგანი, რომელსაც მეორე მხარეს ქართული ოცნებისთვის შეიძლება ჰქონდეს ფასი. ეს არის მოცემულობა, უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლება, რაც ასეთივე ლექსიკით არის მოხსენიებული ეუთოს მოსკოვის მექანიზმში, ეს არის ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის მოწოდება და ლელო ამისგან განსხვავებულს არაფერს ამბობს. და ის რომ პოლიტიკური კრიზისი უნდა გადაიჭრას ამ გზით, არა სხვა გზით, არა რაღაცა არაკონსტიტუციური გზით და ასე შემდეგ, ეს არის კიდევ ერთხელ გამოხატულება შინაარსისა, რომ ჩვენ პოლიტიკურ პარტიას გვაქვს ესეთი ხედვა. არავის არ ჰქონია იმის ილუზია, რომ ქართული ოცნება უცებ გაკეთილშობილდებოდა. ირაკლი ყობახიძე გაკეთილშობილდებოდა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის, იმიტომ რომ შექმნილ ვითარებაში სხვა პოლიტიკური ძალები ვერ ხედავენ იმის რესურსს, რომ ქართულ ოცნებასთან გასაგებია რაიმე თემაზე მოლაპარაკებები გაიხსნას და რაიმე თემაზე არა, ამ არჩევნები რა საკითხზეც ლელო ითხოვს, ესე ვთქვათ, დიალოგის გახსნას თუ ხედავს დიალოგის გახსნის საჭიროებას ქართულ ოცნებასთან, ქართულმა ოცნებამ თავად უნდა დანიშნოს სხვა ოპოზიციური პარტიების შეფასებით. ახლა თქვენ ჩამოთვალეთ ის ნაბიჯები, რაც გადადგა ლელომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, თუმცა მივიდეთ თვითმმართველობის არჩევნებამდე, იმიტომ რომ აი სწორედ ამ არჩევნებში შესვლის გადაწყვეტილების შემდეგ რაღაცნაირად ყოველ შემთხვევაში საზოგადოების ნაწილში არის განცდა, რომ აი თქვენი პარტია ლელო და საზოგადოების განწყობები თითქოს ძალიან აცდა ერთმანეთს. შესაბამისად, რას ეტყოდით მათ, ვინც ფიქრობს, რომ ლელო შორდება ნენელა ამომრჩეველს და ვეღარ გრძნობს რა არის ხალხის რეალური დაკვეთა და ამავე კონტექსტში აი ზურაბ ჯაფარიძემ თქვა გუშინ 10-მდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ ლელოს განცხადება არ არის ბიძინასთან შეთანხმებული თამაში. აი ამ ტიპის განწყობებს მართლა აი რას უპირებთ, მე პირადად ძალიან მაინტერესებს. რა მდგომარეობაში დგება ლელო ძლიერი საქართველო იმ ხედვებით, რომელსაც ახლა აფიქსირებს. გადადიხართ თუ არა ფაზაში, როცა გახარიას პარტიის მსგავსად, აი თქვენც გიწევთ ამტკიცოთ, რომ არ ხართ ბიძინა ივანიშვილის პროექტი და არც ეკავთ, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების დაკრუვას. მე მგონი ლელო ძლიერ საქართველოს თავისი არსებობის 6 წლიან ისტორიაში არაერთხელ დაუმტკიცებია ის, რომ ჩვენი ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებისკენ მიმართული. გვესმოდა 1000 უსაფუძვლო დაუსაბუთებელი ბრალდება, მათ შორის 4 ოქტომბრამდეც ამბობდნენ, რომ ეს ამას შეიძლებოდა გამოეწვია ლეგიტიმაციის მინიჭება, ნორმალიზება, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ იყო. სხვადასხვა საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელში მესმის, რომ გულწრფელად იყო ასეთი განწყობები და დღესაც არის, მაგრამ მოდი, რადგან ამ თემას შეეხეთ, მე თქვენივე არგუმენტებით, უბრალოდ თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტებითვე კიდევ ერთხელ გავაკეთებ რეფლექსიას იმ არგუმენტებზე, რატომ არ შევედით ჩვენ მაგალითად იმ ოპოზიციურ ალიანსში, ხო, როგორც ვქვია ამას. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება არის სეგმენტირებული. გახსოვთ, ხო, ჩვენი მთავარი არგუმენტი ხო მხოლოდ ეს იყო. მესმის საზოგადოების ნაწილი სხვა გზას ხედავს და უფრო მეტად მისაღები არის მათი პოლიტიკური გემოვნებისთვის გზა, რომელიც აქვს რამდენიმე პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის ალიანსს. მიზანი ჩვენ ვამბობთ, რომ არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება, ისინიც ამბობენ, რომ მათაც ეს მიზანი აქვთ.
მაგრამ ხედვა არის განსხვავებული და სწორედ ამას ვამბობთ. საზოგადოების ნაწილისთვის ეს მიუღებელია, გასაგებია. მაგრამ არსებობს საზოგადოების სხვა ნაწილი, რომელიც შეიძლება ისე აქტიური არ არის და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტია არის ის პარტია, რომელიც ყველაზე ადეკვატურად და ყველაზე ეფექტურად შეძლებს საზოგადოების ამ უმნიშვნელოვანეს სეგმენტთან საუბარს, რომელიც იწონებს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც იწონებს ამ და სხვა მსგავს მიდგომებსაც. შეიძლება ისინი არ არიან ისეთი აქტიურები. მე მესმის, რომ რუსთაველზე აქციებში აქტიურად ჩართული ადამიანები უფრო მეტად შეიძლება ჩანდნენ სოციალურ ქსელშიც, ისინი აქტიური მოქალაქეები არიან. მეც პირადად მე ერთი მოქალაქე და პოლიტიკოსი გიორგი სიორიძე ასეთი აქტიური ვარ და დავდივარ აქციებზე, დავდივარ მარშებზე და ჩემ თავს როგორც ერთი პიროვნება მივაკუთვნებ ამ ადამიანთა რიცხვს, იმიტომ რომ მე მაქვს იმისი საშუალება, რომ ვიყო ესეთი აქტიური, მაგრამ საზოგადოების უდიდეს ნაწილს ოპოზიციურად განწყობილს ქართული ოცნების მიმართ. სინამდვილეში ჩვენ ამავე დოკუმენტში ვამბობთ, რომ ჩვენ მივიღეთ უმრავლესობა 24 წლის არჩევნებზე, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ეს მიიტაცა. მაგრამ დავარქვათ ახლა ამას ეს სახელი. ვინც ქართული ოცნების წინააღმდეგ არის, უდიდესი ნაწილი, ზოგი ნიშილიზმით არის განწყობილი, ზოგი ფიქრობს, რომ ახლა ის ეტაპი არ არის, რომ ყოველდღიურ აქტიურობაში ჩაერთოს. ჩვენ გვახსოვს, ხო, ასობით 100 ადამიანი ქუჩებში გამოსული. სად არის ეს ხალხი, ხო? ამ ხალხში ხომ არ გამქრალა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმით უკმაყოფილება. ამ ხალხის გააქტიურება არის ჩვენი მიზანი იმისთვის, რომ მივახციოთ ჩვენს მიზანს უფრო მალე და უფრო ეფექტურად, რათა უდანაკარგოდ ვიაროთ ოპოზიციური ბრძოლის გზაზე. და ის არგუმენტები, რომელსაც თქვენს ეთერში, მათ შორის, უშუალოდ თქვენ გადაცემაში, მათ შორის მეც, ხო, 2 კვირის წინ ვამბობდით, კიდევ ერთხელ დადასტურდა. მესმის გულწრფელად ფიქრობს ზოგი ადამიანი და ზურა ჯაფარიძის სიტყვებში მეჭვი ნამდვილად არ ეპარება, რომ შეიძლება ესეთი აზრი ჰქონოდათ და ვაფასებ მის ამ ნაბიჯს, რომ ის ამას ამტკიცებდა, იმიტომ რომ ზურა ჯაფარიძეს კარგად ესმის, ხო, ლელოს მოტივები და ლელოს ბრძოლის ჭეშმარიტება, შეიძლება განსხვავებული ხედვებით, მაგრამ არსებობს ისეთი სეგმენტიც, არსებობს სხვაგვარი სეგმენტი, რომლის დაკარგვის უფლება ჩვენ საერთო მიზნისთვის ნამდვილად არ გვაქვს. და სწორედ ამიტომ ვდგავართ, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენი ხედვა, რომელიც ნამდვილად არ წინააღმდეგია ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს წარმატება ვუსურებთ, ახლაც ასე ვუსურებთ. დაუსაბუთებელი და დაუმსახურებელი იყო ის კრიტიკა, რომელიც წამოვიდა, მაგრამ ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ. ოპოზიციური პარტიები და მეორეა რასობენ ქართულ ოცნებაში და რაც შეხება უშუალოდ უკვე იმ გამოხმაურებას, რაც აი მოლაპარაკებების განახლების ხედვაზე შეთავაზება თქვენი შეფასებით სწორად არასახავს ლელოს პოზიციას იყოს სიტყვა ხედვა ისმენთ აი ამ თქვენს ხედვაზე ქართული ოცნების ლიდერების და ემოდით პირველ რიგში შალვა პაპუაშვილს უპასუხეთ, რომ საქმელიც ლელოს მისამართით არის შემდეგი. ლელოს ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეები, ეს არის სწორედ შალვა პაპუაშვილი, ისე როგორც ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ აი უცხოელი პატრონები ლელოს გადარჩენას ცდილობენ. ეხლა თქვენი პარტიის ცალკეულმა წარმომადგენელმა გუშინ უკვე უპასუხა შალვა პაპუაშვილს, მათი შეფასებაა, რომ პაპუაშვილი, ასე ვთქვათ, გზას იმოკლებს ჰააგის ტრიბუნალამდე. აი თქვენი პასუხი რა არის და მეორე მხრივ მინდა გაგისვათ ის კითხვა, რასაც თვითონ შალვა პაპუაშვილის ვას. რა აქვს ლელოს და ქართულ ოცნებას სალაპარაკო? პასუხის ფორმით რადგან უნდა გავცე ჩვენ ნამდვილად არც ერთ სასამართლოს არ გაურბივართ, მათ შორის ივანიშვილის რუსიძის სასამართლოს და არც საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლითაც ისინი ცდილობენ ჩვენს აკრძალვას. პაპუაშვილი და მისი ამხანაგები ქართული ოცნებიდან მოემზადონ და ესაუბრონ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. მოსკოვის მექანიზმმა ამისი საშუალება ნამდვილად გააჩინა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი განცხადებიდან გამომდინარე, ქართულ ოცნებასთან სასაუბრო აქვს თუ არა ლელოს, ეს არ არის ის, რაც უნდა გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ. აქ არის საუბარი იმაზე, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, იმისთვის, რათა დამთავრდეს პოლიტიკური კრიზისი, თორე არანაირი დიალოგი სისხლის სამართლის საერთაშორისო დანაშაულების გამო ვერავის ვერ იხსნის მსჯავრისაგან და ვერავის ვერ იხსნის ტრიბუნალისაგან, ვერავის ვერ აარიდებს ამ ხვედრს.
ქართული ოცნება, რასაც ჩადის ბოლო წლების და განსაკუთრებით ბოლო თვეებისა და თუნდაც ყოველდღიურ რეჟიმში, ეს არის თითო გირი დადებული იმ სასწორზე, რომელიც მათ აახლოვებს ჰააგის მართლმსაჯულებას და ჰააგის თემიდას სასწორს. შესაბამისად, ის ცინიზმი, რომელიც გუშინ ვიხილეთ განსაკუთრებით კობახიძის ბრიფინგისგან, ხო, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ავლენს მათ ანტიდასავლურ, ანტიეროვნულ და ანტიქართულ ბუნებას, ქართული ოცნებისა, მაგრამ ამავდროულად ჩემთვის სიმპტომი იყო იმ სავალალო მდგომარეობის, რომელშიც მათ თავი ჩაიგდეს, იმიტომ რომ ეს საფრთხე მათთვის არის ძალიან რეალური. მოსკოვის მექანიზმი არ არის უბრალოდ დასკვნა და რაღაც საექსპერტო შეფასება ქვეყანაში არსებული კრიზისის. ეს ერთი მხრივ არის, რა თქმა უნდა, აგრეთვე ძალიან მკაფიო სამოქმედო გეგმა ქართული ოცნებისთვის, რაღაცა ჩარჩოსავით, აგრეთვე იმიტომ რომ ეუთო მიმართავს სახელმწიფოს და ამ სახელმწიფოს სამწუხაროდ დღეს მართავს ქართული ოცნება, მიუხედავად იმისა, როგორი არის მათი ლეგიტიმაცია, ევროკავშირმა არაერთხელ მისცა შანსი ქართულ ოცნებას, რომ კიდევ შეიმსუბუქონ თავისი ხვედრი, მაგრამ ქართული ოცნება ამას რომ არ აპირებს, გუშინაც გამოჩნდა, დღესაც გამოჩნდება და დარწმუნებული ვარ, ისინი ზნეს არ შეიცვლიან, ხვალზე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება, მაგრამ რას უზამენ იმ სანქციებს, რომელიც უკვე არის მათ კისერზე და იმ სანქციებს, რომელიც პირდაპირ არის მოსკოვის მექანიზმში გათვალისწინებული და მოსკოვის მექანიზმის ანგარიშამდე მოვედით, აი გავახსენოთ კიდევ ერთხელ მაყურებლებს, რა თქვა გუშინდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძე, მით უფრო რომ აი თქვენ სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებების შეფასებას ახდენთ, ვერავის შეაშინებთ ვერც ერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღის და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს, ქვეყანა განაგრძობს სტაბილურად განვითარებას, ეს მოკლედ იმის თაობაზე, რა პასუხიც აქვს ქართულ ოცნებას და საქართველოს მთავრობას ეუთოს მოწოდებაზე შეასრულოს კონკრეტული რეკომენდაციები. აი, რითი შეიძლება აიხსნას ის, რომ ქართულ ოცნებას, არ ვიცი, ჰააგის ტრიბუნალზე წარდგომის საფრთხეც კი ვერ აიძულებს, აი თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას უკან და რადგან ასეთი შეუვალი რჩება მართველი პარტია, კიდევ ერთ კითხვასაც დაგისვათ, აი პროცესების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ უკვე ქართული ოცნების გარშემო. ხო, როგორ სტაბილურ განვითარებასაც აგრძელებს ეს ქვეყანა, ძალიან კარგად არის ასახული ისევ ამ დოკუმენტში. ეუთოს მე მახსოვს ადრინდელ შეფასებებში, თუნდაც არჩევნების შეფასებაში თითო სიტყვას გამოეკიდებოდნენ ხოლმე, რომელიც შეეძლოთ მათთვის სასარგებლოდ განემარტათ ინტერპრეტაცია მიეცათ და ძალიან ამაყობდნენ ხოლმე ამით. ახლა აღმოჩნდა, რომ ეუთოს წევრი 24 სახელმწიფო არის მიკერძოებული, ეუთო არის მიკერძოებული, დასკვნა არის არაკომპეტენტური, სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ მათ ითანამშრომლეს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დელეგაციასთან, ამ მისიასთან, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა თავიანთი არგუმენტები წარედგინათ უპრობლემოდ და შეუზღუდავად, მაგრამ როგორი დასკვნაც ვიხილეთ, ეს ყველასთვის ცხადი აღმოჩნდა, ხო? და გაცხადდა ძალიან არ მოეწონათ, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ შეფასება, ამას აქვს კონკრეტული სავარაუდო შედეგები, არა მხოლოდ ეუთოს როგორც გაერთიანების და ინსტიტუტის მხრიდან, არამედ ცალკეული ქვეყნებისთვის ეს არის უკვე საფუძველი ერთი მხრივ სანქციების და ამავდროულად ღია კარი ჰააგის ტრიბუნალისათვის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების შეფასებები, მათი ბაქიბუქი არის ერთი, ხოლო მერე რა ქმედებებზე წასვლა მოუწევთ, რაც უფრო შევლენ ამ ჩიხში, რაც უფრო მეტ ნაბიჯს გადაადგამენ ჰააგის ტრიბუნალისკენ, სანქციებისკენ, იზოლაციისკენ და ასე შემდეგ, მით უფრო ნაკლები სივრცე დარჩებათ მათ სამოქმედოდ. მხოლოდ და მხოლოდ იძულებითი ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ. აქ თავისუფალ ნებაზე და კეთილ ნებაზე საუბარი უკვე აღარ არის, კარგა ხანია. ქართულ ოცნებას რომ რეალური ნება ჰქონდეს, ამ ქვეყანას ამ დღეში არ ჩააგდებდა და ნორმალურ სახელმწიფოში ვიცხოვრებით დღეს. ეს ნება მათ არ აქვს. გუშინ ბატონ გიორგი, რომ ქართული ოცნება ვა ბანკზე მიდის. არის თუ არა მისი პოზიცია, რომ არ შეასრულოს არც ერთი მოწოდება, სწორედ ვა ბანკზე წასვლა და არ ვიცი, მაშინ რატომ ირჩევს მართველი პარტია ვა ბანკს, როდესაც სხვა გზები არსებობს. სხვა გზები დიდი ხანია არსებობს. ამქამდე არ უნდა მოეყვანათ მათ ეს მდგომარეობა. ჩვენ გვახსოვს ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მიღებამდე 12 პუნქტიანი გეგმა გვახსოვს, კანდიდატის სტატუსის შემდეგ 9 პუნქტიანი გეგმა გვახსოვს. შემდეგ, როდესაც დადგა ეს საკითხი, რომ
შეიძლებოდა ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმი შეჩერებული იყო, იქ დათქმები ჰქონდათ. არაერთი შანსი მიეცა ქართულ ოცნებას, როგორც ფაქტობრივ ხელისუფალს არც ერთი არ გამოიყენა. ის ნაბიჯები რაც გადადგა, 2-3 ნაბიჯი, ხო? ისინიც გააუარესა. წაახალისა ანტიდასავლური განწყობები. აწარმოებს ანტიდასავლურ პოლიტიკას, პირდაპირ თავს ესხმის კონკრეტული სახელმწიფოების ელჩებს, დიპლომატებს. მეტი რა გააკეთოს ამისათვის, ხო, რომ საქართველოს გახდეს იზოლირებული, მხოლოდ რუსეთის ანაბარა. შესაბამისად, ქართულ ოცნებას ეს შანსები ბევრი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ დიქტატორის ქმედებებში ყოველთვის საღ აზრს და ლოგიკას თუნდაც მათი გადმოსახედიდან პრაგმატიზმს არ უნდა ვეძებდეთ, იმიტომ რომ სადღაც ეს პრაგმატიზმი ქრება, სადღაც პარანოია, სადღაც რაღაცა არარეალური შეფასებები და არარეალური შიშები ფაქტორებად გადაიქცევა ხოლმე და შესაბამისად აისახება მათსავე ქმედებებში. ოღონდ, როდესაც საუბარი არის უკვე რაღაცა წნეხის იმ დონეზე გაზრდაზე, რომ სხვა გზა არ აქვს, ხო? მით უმეტეს, როდესაც გეოპოლიტიკური ვითარება ჩვენს გარშემო არის არაპროგნოზირებადი, ტურბულენტური და ადვილად შეიძლება შეიცვალოს, მათი საგარეო მოკავშირეები ვინც იყვნენ, ირანი, ჩინეთი, რუსეთი, ხო? ის მათი მდგომარეობაც რომ იცვლება, შესაბამისად მათი მფარველების მდგომარეობაც, ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართველი ხალხის ურყევი და მტკიცე ნება და ის წნეხი, რომელსაც ქვეყნის შიგნით ქართული საზოგადოება ახორციელებს ქართულ ოცნებაზე, აი ეს ყველაფერი ერთად აიძულებს ქართულ ოცნებას ადრე თუ ქვიან, რომ დადგეს დაждდეს დიალოგის მაგიდაზე იმ პირობების შესასრულებლად, რომელიც აქვს ქართულ საზოგადოებას და თუ ამას არ გააკეთებს, ის თავად გადაიჩეხება ჩიხში. ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ ამ ჩიხში მან საქართველოს არ გადაიყოლოს იმ დოზით მაინც იმ დოზაზე მეტად, რომელშიც უკვე ეყავს გადაყოლებული სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა. პროცესების განვითარებას იქამდე აი ჩვენ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე ვსაუბრობდით და სწორედ ამ ანგარიშის კონტექსტში დაგისვათ ბოლო კითხვასაც ოპოზიციურმა ალიანსმა გამართა გუშინ ბრიფინგი, სადაც ითქვა, რომ აი ამ 9 პარტიის წარმომადგენლები იწყებენ აქტიურ კომუნიკაციას საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა ამოქმედდეს ყველა ის მექანიზმი, რის შესახებაც სწორედ ეუთოს მისიის ანგარიშია საუბარი, მათ შორის დაიწყება მუშაობა, რომ გაეროს უმაღლესმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების საკითხებში საქართველოში ინსპექტირება განახორციელოს, ასევე ითქვა, რომ იწყებენ აქტიურ კომუნიკაციას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მათ მიმართონ ქიმიური იარაღის პრევენციის საერთაშორისო ორგანიზაციას საკუთარი წესდების შესაბამისად გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ასევე როგორც ამავე ოპოზიციურ ალიანსში აღნიშნეს, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი ამავე დროს არის საფრანგეთის მოქალაქე, იწყებენ მუშაობას საფრანგეთის საგამოძიებო სტრუქტურებთან, მათ შორის პროკურატურასთან იმისთვის, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სისტემური წამებისა და ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით ეროვნულ დონეზე გამოძიება დაიწყოს და ბოლოს კიდევ ერთი, როგორც ოპოზიციურ ალიანსში ამბობენ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ივანიშვილმაც დაასრულოს ისე, როგორც დაასრულა ბევრმა დიქტატორმა, ანუ დაასრულოს ჰააგის ტრიბუნალში ბრალდებულის სკამზე. აი ამ ყველაფერს აპირებს ოპოზიციური ალიანსი. ბოლოს უკვე გითხარით, რას აპირებს ლელო და ეხა ერთობაში არ ხართ, თუმცა ამ კონკრეტული მიმართულებით მაინც ხომ არ გექნებათ ერთად მუშაობა, ესეც საინტერესოა. ხო, ჩვენ მანამდეც გვითქვამს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ საგარეო პარტნიორებთან ინტენსიური მუშაობა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ ამ ფორმალურ გაერთიანებაში და კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, ჩვენი იხედვა, ჩვენი დოქტრინა, როგორ წარმოგვიდგენია კრიზისიდან გამოსვლა, არასდროს არც აქამდე, არც ახლა და არც მომავალში არანაირი წინააღმდეგობა ჩვენ საგარეო კომუნიკაციაში, გულისხმობ ჩვენს დასავლეთ საგარეო პარტნიორებთან არც ყოფილა, არც იქნება. არ არის აუცილებელი, ანუ ყოფილა არაერთი მაგალითი გქონია ჩვენ ერთად მუშაობის, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ არ უნდა იყოს წინააღმდეგობა ჩვენ საგარეო პარტნიორებთან ქართული საზოგადოების გზავნილი უნდა მივიტანოთ სწორად და ზუსტად და არა განსხვავებულად. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მუშაობდით ხოლმე და მათ შორის მოსკოვის მექანიზმის დელეგაციასთანაც მუშაობდით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთანაც, ხო? აქ მოსკოვის მექანიზმში ძალიან დიდი ადგილი უკავია, რომელზეც თქვენც ისაუბრებთ, ქიმიური მოწამვლის საქმეს, არსებობს სხვადასხვა მექანიზმები საერთაშორისო, ხო ამას ხომ ვითხოვდით ჩვენ საერთაშორისო გამოძიებას. იქნებოდა ეს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დონეზე, იქნებოდა ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დონეზე, იქნებოდა ეს სხვათა შორის იგივე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს სისხლის სამართლის სასამართლოს დონეზე, თუ იქნებოდა ეს გაეროს სპეციალურ მომხსენებელთა დონეზე, სხვადასხვა მექანიზმები არსებობს. ეს მექანიზმები აუცილებლად არის გამოსაყენებელი და ძალიან მყარი საფუძველი შექმნა ეუთოს მოსკოვის მექანიზმმა. ამ შემთხვევაში
წინააღმდეგობა არ არის, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, მნიშვნელოვანია რომ ჩვენ საზოგადოებას ველაპარაკოთ ისე, როგორც ყველაზე კარგად გამოგვდის სეგმენტურად, ხო? იმ ალიანსმა კიდევ ერთხელ წარმატებას უსურვოთ, თავის სეგმენტზე იმუშაოს და საგარეო ველზე იმუშაოს ისე, როგორც მათ მიაჩნიათ სწორად. ჩვენც ამავეს ვაპირებთ ქართული საზოგადოების ამ ნაწილთან და საერთაშორისო პარტნიორებთან და არც ერთ მომენტში, არც ერთ ეტაპზე წინააღმდეგობა საგარეო კომუნიკაციაში არ ყოფილა და ეს უფრო მეტად მიგვაახლოვებს ჩვენ რეჟიმის ცვლილებას.